ბევრი ქალი ფიქრობს, რომ დღეს სახელმწიფო მათ ვერ ეხმარება. რეგიონებში დღემდე ხდება ქალების დარწმუნება, რომ ელექტრონული სამაჯური აჩენს კიბოს და ეს ნიშნავს იმას, რომ ფემიციდის რეალური კანდიდატია ეს ქალი. შოკის მომგვრელია ის ტექსტები, რასაც აწერიებენ მსხვერპლებს. გამოსავალი მაინც არის ხმაური და საუბარი, რომ ისინი არიან ძალადობის მსხვერპლი. მოძალადეს უნდა რცხვენოდეს ძალადობის და მსხვერპლს არ უნდა ცხენოდეს მსხვერპლობით. ეს არის გამოსავალი. მანამ სანამ ქალები, თავად ქალები, დედები, ცოლები, პარტნიორები ხარს არ დაუჭერენ სხვა ქალებს, არაფერი არ გვეშველება. ფემიციდის გაზრდილი რიცხვები ნიშნავს იმას, რომ წინარე ისტორია არის ძალიან მძიმე, ანუ გულისხმობ ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობა, რომელიც არაისახება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში. ამას ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ბევრი ქალი ფიქრობს, რომ დღეს სახელმწიფო მათ ვერ ეხმარება. ამ ფიქრის მიზეზს აძლევს ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი ქალი მაგალითად დახურულ ჯგუფში წერს, რომ მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მაგალითად პოლიციელი ქმარი ყავს ან პარტნიორი და როგორ შეძლო ამ პოლიციელმა, მოძალადე პოლიციელმა საქმის დაალაგება ისე, რომ აბსოლუტურად არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ან და თუ წინარე ისტორია აქვს ქალს, როდესაც მას არ დაეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა, ის აკეთებს არჩევანს ან ემიგრაციაზე, ან რაღაც სხვა ალტერნატიულ გზებზე და ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროსად მიმართვა. თუ მაგალითად დღეში მე დაახლოებით მთელი საქართველოს მასშტაბით 40-მდე ქალი მომართავს, ამ ქალების ალბათ 20-30% დარეკავს 112-ში ან გამოიყენებს აპლიკაციას, ვინაიდან მათ არ სჯერათ, რომ სახელმწიფო მათ დაეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამას ემატება იურიდიული დახმარების საკითხი. აქამდე დაახლოებით 10-მდე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა ქალთა უფლებებზე და მთელი წილი ტვირთი იყო მათზე. დღეს გრძელვადიანად ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების უმეტესობას ვერ ეხმარება ცნობილი მიზეზების გამო. და შესაბამისად ყველაზე მთავარი აი ამ გაზრდილი ძალადობის და ფემიციდი ვიცით რომ ძალადობის ყველაზე უკიდურესი ფორმაა და ვთქვათ კულმინაცია ძალადობის არის სახელმწიფო პოლიტიკა. დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან ბოლოს როდის ჰქონდა კომუნიკაცია და როდის ვთქვათ დამეხმარნენ აღარ მახსოვს იმიტომ რომ ფიზიკურად მათი მხრიდან მხარდაჭერა მე დიდი ხანია ვერ ვიგრძენი. მათ შორის იყო ჩემი кейსი, როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა ჭყალებში კოლეგამ შეურაცხყოფა მომაყენა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგინა როგორც ქალი ადვოკატი და აბსოლუტურად არანაირი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონია და პასუხი მომწერა ოფიციალურად, რომ აქ გენდერული ნიშანსო ვერ ვუყურებთო. მაშინ, როდესაც ვიცით ჩვენ ვთქვათ აქტივისტების საქმეზე შეგინების გამო ადამიანები ციხეში არიან. ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ქონდა ძალიან მკაცრი სახელმწიფო ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადების მიმართ. აი სწორედ ესე გამოაცხადა სახელმწიფომ. ესეც არ იყო რა თქმა უნდა გამოსავალი ყველანი ციხეში, ეს არ არის გამოსავალი, მაშინ როდესაც ციხეში მოძალადებთან არ მუშაობდა ფსიქოლოგი, არ მუშაობდა სოციმუშაკი, სახელმწიფო არაფერს აკეთებდა იმის ასახსნელად, თუ მოძალადე რატო იყო ციხეში და იქიდან გამოროტებული ადამიანების სახით გვიბრუნდებოდნენ ეს მოძალადეები. კანონში გვიწერია ქცევის კორექციის კურსები, რომელიც არც ერთ მოძალადეს დღემდე არ გაუვლია. ეს იყო 2017 წლიდან 2022 წლამდე. 2022 წლის შემდეგ ტენდენცია არის აბსოლუტურად შეცვლილი. პრაქტიკულად 100 кейსიდან 80 საქმეზე არის გირაოს სახით 2000, 3000, მაქსიმუმ 5000 ლარი ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი და მაღალი რისკის მოძალადეზე საუბარი. სახელმწიფო 2000 და 3000 ლარი დაფასებს, ანუ აღკვეთი ღონისძიების სახით მოსამართლე ქალის ცემას აფასებს 2000 ლარად. ეს არის ზუსტად წახალისება ძალადობის. სწორედ ამ წახალისებული მოძალადეების მიერ არაერთი ფემიციდი გვაქვს ჩადენილი და მე პირადად არაერთი დავა მაქვს წამოწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის უმოქმედობაზე და გულგრილობაზე. სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია ტერმინი გენდერის ამოღება და გენდერული ნიშნით ძალადობა დღეს შეფასების მიღმა, ვინაიდან მაგალითად ძალიან გახმაურებულ რამოდენიმე ფემიციდის საქმეში სააპელაციო სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ დაუღეჭა სახელმწიფო დამცველის წარმომადგენელმა რა
იყო გენდერი სააპელაციო სასამართლო უმძიმე საქმეში, სადაც მე როგორც ქალთა უფლებათა ექსპერტი ჯიუტად მჯერა, რომ იყო გენდერული შეუწყობის ნიშანი, არ დაადგინა, ვინაიდან დღეს სახელმწიფო თვლის, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი და სიძულვით მოტივირებული დანაშაული არ არის სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება დასათმობი თემა. და დღეს მსხვერპლი, რომელიც მიდის პოლიციაში, ძირითადად პოლიციელების მხრიდან იღებს გულგრილობას, უმოქმედობას, პირიქით შეიძლება დაამონათოს მსხვერპლის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრას, რომ შენ რა ქალი ხარ, განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ცნობილი ფაქტია, მაგალითად, ყოველთვის ვამბობ, რომ ელექტრონული სამაჯური, რომელიც მიბმულია შემაკავებელ ორდერთან და მაღალი რისკის მოძალადისთვის აუცილებელი ამბავია, რეგიონებში დღემდე ხდება ქალების დარწმუნება, რომ ელექტრონული სამაჯური აჩენს კიბოს სახელმწიფო გაკონტროლებს და ვიდეო თვალით ყველაფერს გიმოწმებს, ან არ ვიცი 1000 ძალიან მძიმე ინფორმაციას აწვდიან იმისთვის, რომ ქალმა უარი თქვას და მსხვერპლის მიერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული სამაჯური არ შეებმება მოძალადეს და ეს ნიშნავს იმას, რომ ფემიციდის რეალური კანდიდატია ეს ქალი. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სახელმწიფო ახალისებს მოძალადეებს. იმით, რომ შემაკავებელი ორდერების დროს არა მარტო მოძალადეებს აბამენ, ვთქვათ, სამაჯურს და შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, არამედ პარალელურად ქალებსაც ასაჩუქრებენ, ესე ვთქვათ, შემაკავებელი ორდერით. ეხლა ერთ-ერთი ძალიან მძიმე საქმეზე მოძალადემ უბრალოდ დარეკა პოლიციაში და კონსულტაცია მინდა უფასო, რომ გავიგო, ჩემი ცოლი მიდისო და წაიღოს თუ რა ნივთებიო, მოვიდა პატრული. და შემაკავებელი ორდერი გამოსცა როგორც მოძალადის მიმართ, ასევე ამ 2 წლის ბავშვის დედის მიმართ. დედა საკუთარი მის სახელზე არსებული საკუთრება დაატოვებინეს და დღეს ეს გოგო კასპიდან დადის ყოველდღე თბილისში სამსახურში 2 წლის ბავშვთან ერთად. ეხლა დამცავ ორდერსაც მინდა შევეხო. პრაქტიკულად ბოლო წლებია დამცავი ორდერები არ გამოიცემა. 9 თვემდე ვადით, ანუ შემაკავებელი თუ ერთი თვის ვადით არის, დამცავი არის 9 თვის ვადით და შეიძლება კიდევ 3 თვით გაგრძელდეს და ჯამში 1 წელი გამოიყენოს მსხვერპლმა ეს შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად თეთრი შავით ნაწერი მკვდარი ნორმა დღეს. მოსამართლეები აწესებენ იმდენად მაღალ სტანდარტს, იმდენად მაღალს, რომ გამოძიებას უფრო მარტივად მიაღწევ, ვიდრე დამცავ ორდერს. მე ჩემი кейსი არ ყოფილა, თუმცა ვიცი, რომ უფლებები საქართველოს ჰქონდა ძალიან მძიმე საქმე, რადგან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი და სასამართლო არაფერი გააკეთა ფაქტურად და შეთანხმდნენ, რომ ბავშვის მამა, რომელიც მაღალი რისკის მოძალადე იყო, უფრო დაცვის ღირსი ინტერესი იყო და 9 თვე, ანუ დამცავი ორდერით გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება ადამიანს, შეიძლება გამოხატვის თავისუფლება, მიმოწერის თავისუფლება და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას თურმე მოძალადე მამა არ იმსახურებდა 9 თვით და ეს ქალი დატოვა მოძალადის პირისპირ შიშველი ხელებით. თავარი პრობლემა არის, რომ ვერ ბედავენ, ან ვერ აანალიზებენ, არ ვიცი მოსამართლეებს რა არგუმენტი აქვთ, მაგრამ მე ძალიან მეშინია დღეს როგორც ქალთა უფლებათა დამცველს მივმართო დამცავი ორდერით, ვინაიდან 90% ვიცი, რომ მოსამართლეებს ძალიან უჭირთ. ბოლოს რაჭის кейსი მქონდა და ამ მოსამართლემ რატომღაც გამოსცა და დააკმაყოფილა, ეს იყო 3 წლის წინ. 3 წლის შემდეგ მე როგორც ქალთა უფლებათა დამცველს დამცავი ორდერი არ შემიტანია და ეს უკვე პასუხია იმაზე, როგორი სიფრთხილით ვეკიდები და როგორ უიმედო და ვარ განწყობილი დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში. მე არ ვიქნები მართალი, როდესაც მე მოვუწოდებ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და ნებისმიერი უწყების თანამშრომელს, რომ იყოს ეთიკური, არ ჩაიდინოს გულგრილობა, ანუ მოქმედობა, ანალოგიურს ვითხოვ ჩემი კოლეგებისგან. ძალიან დიდი ხანია ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ არის ადვოკატების ნაწილი, რომლებიც მესმის, რომ სადვოკატო საქმიანობა, ბიზნეს საქმიანობა გარკვეულწილად ამაში საზღაურს იღებს, მაგრამ ფემიციდის საქმეებში გარდაცვლილი ქალის პირადი ცხოვრებით, ვთქვათ, მისთვის სასიკეთო შედეგის დადგომას ყოველთვის შევეწინააღმდეგები, თუ მე ვარ იქ ადვოკატი, ან ჩემ კოლეგებს აი ტრენინგებს როცა ვატარებ, სულ ვასწავლი გზებს, როგორ უნდა დაიცვან მოკლული ქალის ინტერესები ან განსაკუთრებით ცოცხალი ქალის ინტერესები და სამწუხაროდ არიან ადვოკატები, რომლებიც მსხვერპლი ქალების პირადი ცხოვრების ქექვით არიან დაინტერესებული, დაკავებულები და ქალების დისკრედიტაციით ახდენენ ცოცხალი ქალების შემთხვევაში ქალების გაჩუმებას და ქალების გაჩუმება ნიშნავს, რომ გამართლებელი განაჩენები დგება და
ეს ნიშნავს იმას, რომ მოძალადე ყოველთვის წამოაძახებს და ყოველთვის იტყვის, რომ შენ გაგაჩუმე და მე გამამართლეს და კიდევ მეორე, მესამე, მეხუთე წრეზე წასული მოძალადე და მსხვერპლი მყავს. მე დღეს ქობულეთის ძალიან გახმაურებული кейსია. მეორე მხრივ ფემიციდის საქმეებზე ძალიან ცნობილი სტრატეგია იყო და ბოლოს შესუსტა ეს ტენდენცია, როდესაც მოძალადის ან მკვლელის ადვოკატი და ამაზე ძალიან კრიტიკას ვიღებ, რატო მოვიხსენებ მოძალადის ან მკვლელის და ესი არის ბრალდებული არ მკვლელობაში ან ძალადობაში, ძირითადად ცდილობდნენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ან ქავთარაძეზე, ესე იგი ექსპერტიზა ჩაეტარებიათ იმ დაგვარად, რომ შეურაცხადი ან შეზღუდული შერაცხადი ყოფილიყო იმისთვის, რომ საჯერისაგან დაეხსნა თავი მოძალადეს. მე ვფიქრობ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს, უფრო მეც უნდა აკეთებდეს ქალთმოძულე და ვთქვათ მოწყვლადი ჯგუფების და სიძულვით მოტივირებული დანაშაულში ჩართული ადვოკატების ამ სტრატეგიის დასაძლევად და რა ვიცი, დაახლოებით 10 საჩივარი მაქვს შეტანილი მე პირადად საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიაში და აქედან მხოლოდ 2-ზე მივაღწია შედეგი იმის გამო, რომ ვერ დაინახა ან არ დაინახა ეთიკის კომისიამ წარსულში სამწუხაროდ ეს მძიმე შემთხვევები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ პროკურორმა უნდა შეძლოს მოსამართლის წინაშე ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რათა დაარწმუნოს მოსამართლე, რომ გირაოს გამოყენების პირობებში მოძალადე ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე და ვინ არის ოჯახური ძალადობის დროს მოწმეები, ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. გირაოს შემთხვევაში 99% ვაცხადებს სრული პასუხისმგებლობით მოძალადე ადვოკატიც არ ჭირდება, იმიტომ რომ ჭკვიანი ადვოკატი ავალებს მის დაცვის ქვეშ ყოფ პირს და თვითონ არ ჩნდება ამ პროცესებში. შოკის მომგვრელია ის ტექსტები, რასაც აწერიებენ მსხვერპლებს. ის რომ ძალიან ნაცემი დაფლეთილი სხეული მსხვერპლი წერს, რომ მოელანდა, მოეჩვენა ეს ძალადობა, რომ მოატყუა გამოძიება, რომ პატიობს ქმარს და პირიქით მასში არის პრობლემა, რომ მისი აღქმები იყო მძაფრი და იქეთხოვს და ემუდარება სასამართლოს, რომ გამოუშვას მისი მოძალადე ქმარი ან პირიქით ჩვენებას არ აძლევს, სწორედ ეს უნდა იყოს განგაშისძარი მოსამართლისთვის სენსიტიური, გენდერ სენსიტიური მოსამართლისთვის, რომ აქ დაინახოს ზემოქმედება. გირაოს შეფარდებული საქმეების 99% და თუ პატიმრობაში ემაშინ ადვოკატები და ოჯახის წევრები იღებენ ამ ვალდებულებას, რომ გააჩუმო მსხვერპლი ან ბავშვების წართმევით, სახლიდან გამოგდების თემით, ან ფულის მიცემით, ან ახალი სახლის ყიდვით, ან ეს ჩამონათვალე არის ამოუწურავი. ამის საშუალებას სახელმწიფო აძლევს. და მე არ მახსოვს დაახლოებით 100 საქმიდან 2-3 საქმეზე დავიწყეთ გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების მუხლით და ისეთ დააღალეს ეს ქალი ამ გამოძიების ფაქტებში, ქალმა თქვა, რომ აღარ მინდა აღარაფერი, აღარც ეს გამოძიება მინდა, აღარც ეს გამოძიება მინდა, დამასვენეთ. აი მაგალითად გუშინ წინ დამირეკა ერთ-ერთი რეგიონის მსხვერპლის დედამ და ამბობს, რომ 2 წელია მისი 19 წლის დაქორწინებული შვილი, რომელიც ახმეტაში დააქორწინა, მეუღლე უკრძალავს, ანუ სიძე მშობლებს შვილის ნახვას. და ამაში ვხედავთ რა პრობლემას. მე ვთქვი, პრობლემა რო არის, თქვენც მიტომ მირეკავთ, ხომ? ეხლა ტელეფონი ვუყიდეო და სიძე ამბობს, რომ ტელეფონი არ უნდა გქონდესო, ჩემ ცოლსო გაირყვნებაო. და კომუნიკაცია არ აქვს, ანუ მეზობლებს თუ დაურეკავთ, იმიტომ რომ ტელეფონი ფიზიკურად ქმრის Facebook-ი აქვს და ქმრის ტელეფონიც სარგებლობსო. შესაბამისად, ეხლა აქ იმდენი ძალადობის ფორმა გამოიკვეთა, ძალიან გულისწყრობით აუხსენი, ეხლა დუშეთის ერთ-ერთი სოფელი იყო, საიდანაც რეკავდა. ეგ არ არის სახუმარო თემა, 2 წელია დაქორწინებულია თქვენი შვილი და მისი ამბავი არ იცით. მიგრძალავს, ტერგი დაიწყო მერე და რა ვიცი, ქალები ამ დღეში ვართო და ვითმენთო, მაგრამ იქნებაო რამე უჭირსო და მეო დედაო ვერ ჩავდივარო და აი თქვენ თუ გამომყვებითო. აი ძალიან ბევრი მსხვერპლი მთხოვს ამ მსხვერპლის დედა გაუყვე და მოძალადეს ვასწავლო ჭკუა. ეს არ არის ქალთა უფლებადამცველის ან ადვოკატის საქმე, ამაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, პოლიცია და ასე შემდეგ.
ძირითადად ამაში არ ერევიან და თუ მანდამაინც რამე მძაფრი არ მოხდა და რაღაც უბედურება არ მოხდა, ხულო ხელვაჩაური, ზემომთიანი აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი განსაკუთრებით გამოირჩევა აი ამ უმოქმედობით, გულგრილობით და მოძალადეების გაძლიერების საკითხებით. გამოსავალი მაინც არის ხმაური და საუბარი, რომ ისინი არიან ძალადობის მსხვერპლი. სიჩუმე კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას, ამას ყოველთვის ვამბობდი, ვიტყვი, ვინაიდან აი კურტანიძის кейსი რო ავიღოთ. ხმამაღლა როცა იბრძოლა ადამიანმა, მათ შორის მართული პარტიის მხარდაჭერილი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. ხმაური ბრძოლა იმისთვის, რომ გადარჩე და შენიშვნები გადაარჩინო, ყოველთვის შედეგის მომტანია. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ მოძალადეს უნდა რცხვენოდეს ძალადობის და მსხვერპლს არ უნდა ცხენოდეს მსხვერპლობით. აი ეს არის გამოსავალი. დაახლოებით 40 ჯგუფში ვარ ქალების და გოგონების და ამ ტიპის პრობლემებს სადაც აფიქსირებენ და შოკის მომგვრელია განსაკუთრებით ქალების პოზიცია ძალადობასთან დაკავშირებით. მანამ სანამ ქალები, თავად ქალები, დედები, ცოლები, პარტნიორები ხარს არ დაუჭერენ სხვა ქალებს, არაფერი არ გვეშველება. აი მოწმეები როცა მჭირდება ძალადობის საქმეებზე, ქალი მოწმეები ხშირად მეუბნებიან უარს. ერთის მხრივ ეს არის განპირობებული, რომ გამბედაობა არ აქვთ და მეორეს მხრივ არიან ქალები, რომლებიც ჯერ კის მეუბნებიან, მაგრამ შემდეგ ქმარი, პარტნიორი, მამა, ძმა, მამრობითი სქესის ოჯახის წევრები ან პირი, რომელზეც ეკონომიურად არის მიბმული, გადაუწყვიტავენ, რომ გამოძიებაში ჩვენება არ უნდა მისცენ. შესაბამისად ძალიან ხშირად ძალადობის საქმეებზე მტკიცებულება არის ძალიან მწირი. ერთადერთი მტკიცებულება არის მსხვერპლი ქალის გამოკითხვა და მსხვერპლი ქალის გაჩუმება, კანონით შესაძლებელია და მორალურადაც საზოგადოება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსხვერპლი ქალი გააჩუმოს. ნუ ეხლა ღრმა სოფლებში ხშირად ტელეფონებიც არ აქვს, საერთო ტელეფონები აქვს, საერთო Facebook-ი აქვს, საერთო პაროლი აქვს, საერთოდ არ ვიცი, ყველანაირად აკონტროლებენ, მაგრამ იქნებ დედებო, მამებო, ძმებო, ყველამ გამოვხიზდეთ, რომ მოვიკითხოთ ჩვენი ოჯახის წევრი როგორ გზნობს თავს.